მადლობა რომ მოხვედით, მადლობა რომ გვიყურებთ, დავიწყოთ უკვე ხო? გავაგრძელებთ კონფლიქტების თემას, ეს არის ძალიან დიდი თემა. მოკლედ არც იმის ილუზია რა მაქვს, რომ ამ ორ იმაში ჩავეტევით, მაგრამ ის ნაწილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პრაქტიკული რაღაცეები, რომ უნარი შევიძინოთ კონფლიქტის მართვის, გაგების, რაღაც აზრის გამოტანის, თუნდაც ადამიანების გაცნობის, მე მგონი ამ ნაწილს მოგაწვდით და რა ვიცი, მადლობა უფალს ამ შესაძლებლობისთვის, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი ფორმატის გაკეთების საშუალება, იმიტომ რომ მარტო ბიბლიური სულიერი დონეზე შეხედვა, რომ ეს ესეა, უფალს ეს ესე უნდა, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, ღმერთის ნება ეს არის, რაღაც დონეზე სასარგებლო არის, მაგრამ თუ ადამიანური მხარით, რაღაცა პრაქტიკული ნაწილით არ ჩაერთე, შენ არ განაღმერთს ვეხმარებით რამით, მაგრამ გააზრებით ხო, აი რომ გააზრებულად მიუდგე კონფლიქტურ სიტუაციებს, ამისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ზუსტად აი ეს ფორმატი, რომ ღმერთის ნება მოიყვანოს სისრულეში, შენი მხარე შეასრულო, ღმერთმა თავისი მხარე შეასრულოს და იყოს ურთიერთობებში პასუხისმგებლობების ნაწილი გააზრებული. მე ხშირად გამიგია ესეთი რამ, რომ ადამიანები არიან კონფლიქტში და ლოცულობენ ამ კონფლიქტთან დაკავშირებით. ხო? თითქოს ერთი შეხედვით ეს ბუნებრივი ის არის, ხო, ქრისტიანმა უნდა ილოცოს, როცა პრობლემები აქვს ურთიერთობებში, აუცილებელია რომ ილოცოს. მაგრამ თუ კი ჩვენ არ გავიაზრეთ ამ კონფლიქტში, რატო შევედით? რა ნაწილზე ვთხოვთ? რა გვაქვს გასაყოფი? ეს კონფლიქტის ზონა რატო არ გვარდება სიტუაცია საერთოდ? ჩემი ნაწილი რა არის და იმ ადამიანის ნაწილი რა არის? რა სიტყვებით ველაპარაკებით ერთმანეთს? ეს ყველაფერი თუ არ გავიაზრეთ. უბრალოდ ლოცვა, რომ ღმერთო ამ ადამიანთან მშვიდობა მომეცი. როგორ წარმოგვიდგენია, რანაირად უნდა ჩაერიოს უფალი, მარტო თავისი მხრიდან, როცა ჩვენ არაფერს არ გავაკეთებთ, ხო? და აი ზუსტად აი ამ პრაქტიკულ ნაწილზე მინდა დაგელაპარაკოთ დღეს. და დღეს მოდი ცოტა გავიხსენოთ წინაზე რაზე ვისაუბრეთ, ხო? მოკლედ ორი სიტყვით და დღევანდელ თემასაც გავაჟღერებ. არანაკლებ საინტერესოა დღევანდელი შეხვედრა თავისი პრაქტიკულობიდან გამომდინარე. მოიწერეთ თუ ხმა კარგად თუ ისმის თუ რაღაცა ისეთი, მარიამი ცოტა ხანი რომ აბა ნახო კომენტარებში თუ იწერება ვინმე, იმიტომ რომ წინაზე იწერებოდნენ და გავასწორებთ. მოკლედ წინაზე ვისაუბრეთ ქცევის 5 ტიპზე. ხო? კონფლიქტურ სიტუაციაში როგორ ვიქცევით ჩვენ და 5 ტიპი ჩამოვთვალეთ. ეს ტიპები იყო მოკლედ თანამშრომლეული ტიპი, მორგებული ტიპი, შეგუების ტიპი, განრიდებული ტიპი, ეს ერთი და იგივეა, მოწინააღმდეგე და კომპრომისული ტიპი. და ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ხან შეიძლება ესეთი ვიყოთ, ხან შეიძლება გააჩნია სიტუაციას, მაგრამ რომელიღაც არის მაინც დომინანტი. და ჩვენ გავშიფრეთ, რომ თუ ეს ტიპი ხარ, რა არის ამისი დადებითი მხარე და რა არის უარყოფითი მხარე. თუ დამთმობი ხარ, ერთი შეხედვით დათმობა ძალიან კარგი რამეა, მაგრამ ამას შეიძლება ძალიან ცუდი ეფექტი მოყვებოდეს მომავალში ურთიერთობებში, კიდე სადღაცას უფრო მეტი ზიანი მოგვაყენოს. და უფრო იყო აი ამ ტიპებზე საუბარი, გავარჩიეთ დავითი და აბიგაილის თემა და მივედით იქამდე, რომ სიტყვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა სიტყვებს ვიყენებთ, ხო? და ნახეთ როგორი საინტერესო რამ წერია, წინაზე არ მქონდა ეს ადგილი, დამავიწყდა რომ ამომეწერა. იგავების მე-15 თავის მე-4 მუხლში წერია, 7 ენა სიცოცხლის ხეა, მზაკრული კი სულს მოსრავს. და მე არის ტკბილი პასუხი აქცევს გულისწყრომა, შეურაცხყოფილი კი რისხვას ანთებს. ძალიან ბევრი რაღაცა არის კომუნიკაციაზე დაწერილი იგავებში. ეხლა ეს ორი მართლა ისეთი ცოტა რომ სიტყვები მომეწონა შეესაბამებოდა დღევანდელ დღეს. იგავებს რო წაიკითხავთ, ძალიან ბევრი რაღაცა წერია ენაზე, სიტყვებზე, დამოკიდებულებაზე, როგორ მიმართავ ადამიანებს და რა შედეგები შეიძლება მიიღო აქედან. აი მართლა ძალიან ისეთი ბრძნული დარიგებებია. დღეს ვისაუბრებთ ჩვენ ეს 5 ტიპი არსად არ წასულა, მოკლედ აქ არის. და აი ესეთი იყო ჩვენი წინა შეხვედრა. თანამშრომლობ, ვერიდები, ვუპირისპირდები, ვერგები თუ კომპრომისული ვარ კონფლიქტებში. დღეს ვისაუბრებთ
კონფლიქტი მაინც რო არ მთავრდება, რაში არის საქმე? როგორია ჩემი დამოკიდებულება საერთოდ კონფლიქტისადმი? დღეს ვისაუბრებთ კონფლიქტზე, როგორც დამოკიდებულებაზე. ნახეთ, ეს ცხრილი შეხედეთ, როგორი რაღაცა არის. არ მთავრდება კონფლიქტი და აქ უნდა დაისვას კითხვა. მე რა დონეზე მაღელვებს სხვა ადამიანები, ჰორიზონტალური და რა დონეზე მაღელვებს საკუთარი თავი. კონფლიქტის გადაწყვეტის ნაწილში მე რამდენი ქულით ვაფასებ ჩემს ინტერესებს და რამდენი ქულით ვაფასებ სხვა ადამიანების ინტერესებს. აი პირდაპირ ესე ქვია, მაღელვებს სხვა ადამიანები და ის მეორე დაპირისპირებული პირი და მაღელვებს საკუთარი თავი და საკუთარი ინტერესი. ამაზე არის დამოკიდებული უბრალოდ დასაწყისში უნდა ვთქვათ. სადა ვარ მე? ჩემი თავი რამდენად მაღელვებს? ჩვენ ვთქვით, რომ თანამშრომლური ტიპი არის უფრო ქრისტიანულ ღირებულებებზე, ხო, რომელიც ითვალისწინებს, რომ შენც უნდა მოგებული იყო და მეც. შენი ინტერესიც უნდა გათვალისწინებული იყოს და ჩემიც. ჩემი კი მაღელვებს, მაგრამ ჩემი რამდენადაც მაღელვებს, იმდენად მაღელვებს შენიც. და თუ ჩემი ინტერესი მაღელვებს 8 ქულაზე და სხვისი ინტერესი 5 ქულაზე, აქ უკვე ძალიან დაბალი შანსებია, ხო? იმიტომ რომ ნახეთ, რამდენი მაღლა არის ჩემი ინტერესი. ამ დამოკიდებულებას უფრო ეგოისტური დამოკიდებულება ქვია და ამას თავის სახელებსაც დავარქმევთ, ხო? აქაც არსებობს 4 ტიპის დამოკიდებულება და იმისათვის რომ კონფლიქტი მოგვარდეს, მოიცოდე მე აქ დავაწებებ ესეთი იგივენაირი ცხრილი რომ გამოგვივიდეს, მაინც მეტ-ნაკლებად აი ესე გამოიყურება ჩვენი დღევანდელი თემა, ხო? აი ესე რომ განვალაგოთ ჩვენი ტიპები. იყოს მოწინააღმდეგე, როგორ კარგად ისმის, ხო, ეს ჩემი თმაც რომ მოდებულია, ალბათ კარგად ისმის. მოწინააღმდეგის ტიპი. ნახეთ, აი ესე რომ განვალაგოთ და მე უბრალოდ აღნიშნავთ რა ბალებზე, რამდენ ქულებზე გავდივართ. არა უშავს იმას არ ვიღებ. გარიგდებული, ანუ ვერიდები კონფლიქტებს, აი ესე განვალაგოთ ცხრილის მიხედვით. შემდეგ არის მორგებული ტიპი, რომელიც ერგება სიტუაციებს, ერგება იმისათვის, რომ აირიდოს გაუგებრობა აირიდოს რაღაცნაირი სკანდალები, კონფლიქტური სიტუაციები და ჩვენ ვთქვით, რომ ეს ის ადამიანია, რომელიც საბოლოო ჯამში ღებულობს ცოტა ცუდ შედეგებს, იმიტომ რომ გამუდმებით გარიგდება, მე სადღაცას მაინც მას ჭედავს, ხო? აი ესე რომ განვალაგოთ ჩვენს ცხრილზე, აქ მე კომპრომისულით შემოვა, რა თქმა უნდა. დასაწყისში თუ ჩემი მიზანი არის, რომ კონფლიქტი მოგვარდეს. უნდა დავიწყო აქედან, ავირჩიო ქულა. აი ხლა ვინც ლაივში გვიყურებს, ვინც აქ ახართ, ვირჩევ ქულას რა დონეზე მაღელვებს ჩემი თავი და რა დონეზე სხვა ადამიანები. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე ხვდებით, ხო, რომ თუ მე სხვა ადამიანები უფრო მეტად მაღელვებენ და ჩემი ინტერესები დაბალია, მე ვარ აი ეს ორი ტიპი დაბლა, ხო? ესეც რომ დიაგრამაც რო გავავლოთ, აი პირდაპირ ხაზი, ხო? აი ადამიანები მაღელვებენ 7-იანზე, აი აქ და ჩემი თავი 3-იანზე, ხო? პირობითად ხარ ვარ დავჩხაპნო. აი გარიგდებული და მორგებულებში ვარ და რო დაუფიქრდები, სხვა ადამიანების ინტერესების წინ დაყენება ერთი შეხედვით ქრისტიანული თვალსაზრისით
რაღაცა სხვას უფრო მეტად სხვა ადამიანები მეტად შერაცხო, სხვა ადამიანებს უფრო მეტი პატივი მიაგო, მეტად გიყვარდეს, არ იყო ეგოისტი, თითქოს აი ამ ნაწილში გავდივართ, ხო, ესეთი რაღაცა იმიჯი გვაქვს. მაგრამ სინამდვილეში პრობლემა, როგორც ასეთი კონფლიქტურ სიტუაციაში არ გვარდება. არ გვარდება, არც გარიდებით გვარდება და არც მორგებით არ გვარდება, იმიტომ რომ ერთხელ მოვერგები, ორჯერ, სამჯერ მე დავზარალდები და ამას ქვია მორგებულს, ქვია წაგებული, მოგებულის დამოკიდებულება და დავაწერ ამას. წაგებული, ინგლისურად უფრო კარგად ჟღერს. მოგებული, lose-win პოზიცია, ხო? წაგებული, მოგებული. ნახე, შენ წაგებული ხარ და სხვა არის მოგებული. როდამდე შეიძლება ადამიანი იყოს გამუდმებით წაგებულ პოზიციაში, ვიღაცა იგებდეს ეს ადამიანი სადღაცას თუ მას გონია რომ ეს სულიერება არის, რომ გამუდმებით წაგებულ პოზიციაში იყოს, სადღაცას ხო გაჩერდება ეს. სადღაცას ხო ის რესურსი და ის რწმუნებულება დაუმთავრდება ამ ადამიანს, რომ აი როდამდე ხო და შეიძლება აქამდე თავს იმართლებდეს ესე, რომ აი ქრისტეც წაგებული დარჩა, რომ ემოგებული ყოფილიყავი და თავს იმაგრებდეს ამისათვის, ხო? ამ რაღაც ძალიან ბევრი ადგილი არსებობს, რომელიც შეიძლება რომ მოირგოს და თავისთავად დაარწმუნოს, რომ მე თუ წაგებული დავრჩები, ღმერთი ამას ხედავს, რაღაცა სიტუაციაში შეიძლება ეს სწორი პოზიცია იყოს. რაღაცა კონკრეტულ სიტუაციაში, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად ტიპზე, ხო? რომ აი როგორც ადამიანი კონფლიქტურ სიტუაციაში ყოველთვის წაგებული ვარ, სხვა ადამიანის ინტერესები მეტია, იმიტომ რომ მშვიდობა მიყვარს, იმიტომ რომ არ მიყვარს კონფლიქტები, არ მიყვარს ჭუბი, არ მიყვარს გარჩევა, არ მიყვარს რაღაცები, არ მიყვარს და შეიძლება არც გამომდის და იმიტომ არ მიყვარს. ხო, კიდე ეგ საკითხი არის და გამუდმებით ვარ წაგებულ პოზიციაში და მე რო გამუდმებით წაგებულ პოზიციაში ვარ, ეს მე მომყოფებს გამუდმებით დაზარალებულის პოზიციაში და ალბათ შორეულ პერსპექტივაში ეს ადამიანი ერთხელაც იტყვის, რომ დავამთავრე ახლა მე ეს ჩემი წაგებულობა და დაგროვილი ის რაც ქონდა ემოცია, რომ ყოველთვის მისი აზრები იყო გაუთვალისწინებელი, მისი პოზიცია, მისი დამოკიდებულება იყო გამოუთქმელი, სადღაცას ამოხეთქავს, ხო? და გააჩნია კიდე რა სიტუაცია იქნება, იმიტომ რაღაცა პროვოცირებას ამას გაუკეთებს, იმიტომ რომ ეს არ არის ჯანსაღი სიტუაცია. ბიბლია არ მოგვიწოდებს გამუდმებით დაზარალებული დარჩე, თუმცა არის რაღაც მომენტი, სადაც შეიძლება დაზარალებული დარჩე, რომ ის ინტერესები სულიერ საკითხებში რაღაცა ზოგადად ესეთი სიტუაცია იყოს, სადაც ბევრი ადამიანი ზარალდება და არა უშავს მე დავზარალდები, შენი არჩევანით იყოს ეს დაზარალება და არა შენი გამუდმებული ცხოვრების სტილი იყოს. და ბიბლია მოგვიწოდებს, რომ დარჩე რაღაც მომენტში დაზარალებულიც, თუ კი ეს ღმერთის საქმეს გამოადგება და ქრისტიანული თვალსაზრისით გამართლებული, მაგრამ გამუდმებით დაზარალებული იყავიო, მე მგონი წერილი ამას არ გვეუბნება, ხო? ანუ იმაზე მეტი ტვირთი რომ არ ავიღოთ ესე გაუცნობიერებლად, ვიდრე ამას გავალდებულებს წმინდა წერილი. ამაზე მაქვს ლაპარაკი. ეხლა გარიდებული ტიპიც, ნახე როგორი არის lose-lose ტიპი, ანუ წაგებული. აქ არის წაგებული, მეც წაგებული ვარ და შენც წაგებული ხარ. რატომ? იმიტომ რომ აქ ჩემი ინტერესებიც დაბალია, შენი ინტერესებიც დაბალია. ჩემი საკუთარი მე გულგრილი ვარ ჩემი თავის მიმართაც, იმიტომ რომ ნახე, ვერიდები ჩემს სურვილებს, ჩვენ ვთქვით რომ კონფლიქტი რა არის? კონფლიქტი არის სურვილების, ინტერესების შეჯახება, მოულოდინების შეჯახება. ანუ ყველაფერი აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცა გვაქვს და ეჯახება ერთმეორის საპირისპიროა. თუ აქ ჩემი მაღელვებს ჩემი თავი აქ წერია, ვინც ვერ ხედავს სიმაღლეზე. თუ ჩემი თავიც 4 ან 3 ქულაზე მაღელვებს და ვერიდები ხო გაუშვი დამთავრდეს და გაუშვი და პრობლემები არ შევქნა და გაუშვი ჩემი ბრალი არ აღმოჩნდეს და ასე შემდეგ, სხვა ადამიანიც არ მაღელვებს ამ შემთხვევაში, ხო? ისიც არ მაღელვებს. მე ვარ წაგებული და წაგებულის პოზიციაში, მეც წაგებული ვარ და შენც წაგებული ხარ, იმიტომ რომ ჩვენ შორის არსებობს კონფლიქტი, რომელიც მე დავაკონსერვე. კონფლიქტი სადმე წავიდა? არ წავიდა. კონფლიქტის საკითხი, ზონა არსად არ წავიდა. თუ მე შენი ქცევა მაღიზიანებს,
და გარიდებულ პოზიციაში ვარ, ეს გაღიზიანება მაინც იქნება. მაინც დარჩება, პირიქით გაიზრდება, ხო? და აქ მეც წაგებული ვარ და შენც წაგებულ პოზიციაში გამყოფებ. ანუ აქ შენი ინტერესები კი აღარ არის დაცული, აქ არც შენი ინტერესი, იმიტომ რომ არც გითხარი საერთოდ. სინამდვილეში ეს არის ის ზონა, რომელიც გამუდმებით იზრდება, ფარული არის, ამაზე წინაზე ვთქვი, რომ ეს არის ფარული რისხვა, ხო? პასიური რისხვა, რომელიც ქრისტიანებს გვჭირს საერთოდ. არ გამოვთქვათ, იმიტომ რომ ეს კონფლიქტის შექმნა თითქოს რაღაც არასულიერების და ხორციელობის მანიშნებელი არის და სამაგიეროდ გულში ვიტოვებთ. შეიძლება შანსი არ გაუშვათ ხელი და რომ ვიღაცასთან მე არ ვთქვათ ეს ჩუმად და რა გამოდის. განვიკითხავ, ვასამართლებ, პირდაპირ არაფერს არ ვეუბნები. წაგებული ვარ, რა თქმა უნდა წაგებული ვარ, მეც წაგებული ვარ და ის ადამიანიც წაგებულია, იმიტომ რომ მის თავს, მის გარშემო რაღაც ხდება და წარმოდგენა არ აქვს მას. და მომავალში ის მასაც პრობლემას შეუქმნის. ეხლა ზედა ნაწილებიდან ვიხილოთ, ხო? მოწინააღმდეგე. ეს არის მოგებული წაგებულის პოზიცია. მოგებული, მე ვარ მოგებული, შენ ხარ წაგებული. იმიტომ რომ როგორია მოწინააღმდეგე ტიპი, ხო? თავისი თავის ძალიან მაღალ დონეზე ადარდებს და რო გავავლოთ ეს არის გვიჩვენებს, სხვა ადამიანები 4-5 ქულაზე ადარდებს. იმიტომ რომ თავისი ინტერესები არის პირველ ადგილზე. ჩვენ ვთქვით რომ ეს მოწინააღმდეგის ტიპი ძალიან კარგია, როდესაც აი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არის უცებ მისაღები. აიღებს თავის თავზე ძალიან სერიოზულ საქმეს გააკეთებს. მოიგებს, სხვას წააგებინებს. ეს იყო იმ მომენტში საჭირო. ესეთ რაღაცებში კარგია ეს პოზიცია. მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში და კონფლიქტებში, როდესაც ადამიანი გამუდმებით მას აღელვებს, რომ თვითონ უნდა დარჩეს მოგებული. მე მქონია შეხება ესეთ სიტუაციებთან, ადამიანები განიხილავენ რაღაც კონფლიქტს, ქრისტიანები და არ განიხილავენ წაგებას. ყველა ვარიანტი ის არის მართალი. და როდესაც მწყემსმა ეს ადამიანები უნდა შეარიგოს, ისინი არც კი განიხილავენ, რომ თვითონ დაზარალებულები აღმოჩნდნენ. ყველა ვარიანტში კონფლიქტის მოგვარება უნდათ, მაგრამ უნდათ მოგებული წაგებულის დამოკიდებულებით. აქ ისმის კითხვა, თუ გინდა კონფლიქტის მოგვარება, მაინც რა არის შენი მოტივი? როგორ გინდა მოგვარება? თუ მოგებული წაგებულის პოზიციიდან გინდა, მაშინ გამოდის, რომ შენ უნდა მოიგო ყველა ვარიანტში და სხვამ წააგოს. როგორ წარიმართება კომუნიკაცია ამ შემთხვევაში? სიტყვებით შესაბამისი მექნება. იმიტომ რომ დამოკიდებულებები საერთოდ წარმოქმნის სიტყვებს. გულში რაც მაქვს, ბაგესაც ის მომიჭარბდება, ხო? გულში მოჭარბებულს ბაგე ლაპარაკობს. ზუსტად ეს მომენტია, როდესაც მე ეს პოზიცია მაქვს, რომ გავუშვი წაგებული დავრჩე და სხვა მოიგოს, ღმერთი დაინახავს ჩემს სიმართლეს, ხო? რაღაცა ჩემი კომუნიკაციაც ესეთი იქნება, რაღაცა ესეთი მსხვერპლი ვარ, ხო, რაღაცნაირი ვარ და მე მომიბრუნდება ეს ცუდად. აქაც იგივე სიტუაცია, მაგრამ აი აქ, ხო? ჩემი კომუნიკაცია იქნება ძალიან იმპერატიული, ძალიან მიმთითებლური, ძალიან მასწავლებლური, ძალიან მამხილებელი, იმიტომ რომ მე ვარ აქ მართალი. არც კი განვიხილავ, არ მაღელვებს აი აქ ვინ არის, იმიტომ რომ მე ეს ვარ. და მეოთხე პოზიცია თანამშრომელი, მოგებული. და ეს ისევ ის პოზიცია ქრისტიანული რო დავარქვით წინაზე, ხო? ანუ მე მოგებული ვარ და შენც შეგვწერთ. ჩემი ნაწერს თუ ვინმე გაარჩევს. მეც მოგებული ვარ, შენც მოგებული ხარ. აი ამ ადამიანს ნახე რა ადგილზე არის განთავსებული, რო გაავლებ, დავუშვათ მე ჩემი თავი მაღელვებს 10 ქულაზე, შენი თავის მაღელვებს 10 ქულაზე. აი ეს არის თანამშრომლური. და ეს არის ყველაზე მომგებიანი პოზიცია, სადაც დაზარალებული არ არსებობს, ხო? ამ თანამშრომლურ პოზიციაში მყოფი ადამიანი ყოველთვის ურიგდება მოწინააღმდეგეს. რის ხარჯზე ურიგდება? მას რადგანაც თავის აღელვებს და სხვა ადამიანების აღელვებს, მისი სიტყვებიც შესაბამისია. მას აქვს, ამაზე ვისაუბრებთ მერე კონკრეტულად, არაძალადობრივი კომუნიკაციის უნარი აქვს. სიტყვებს ხმარობს ისეც, რომელიც მოიცავს თანაგრძნობას, ემპათიას, გაგებას და არა გარჩევას, კიდევ ხელთავიდან თავის სიმართლის მტკიცებას
დანაშაულებას და ასე შემდეგ. ანუ სიტყვებზე ვსაუბრობთ, დღეს კომუნიკაციაზე ვსაუბრობთ, ხო? აი ამ ორ ტიპს აბსოლუტურად სხვადასხვა პოზიცია აქვს და სხვადასხვა სიტყვები აქვს. შეუძლებელია მე მინდოდეს ადამიანთან შერიგება და იქ ემპათიური სიტყვები არ დამეხმაროს. და აი ამ ადამიანს, თანამშრომლური დამოკიდებულების ადამიანს აქვს შესაბამისი სიტყვები. და რა თქმა უნდა, ყველას აქვს შესაბამისი სიტყვები. ეხლა აქ მეხუთე ტიპიც არის, ხო? საწავიდე ეს მეხუთე ტიპი, ამ ცხრილში ეს ძალიან საინტერესო არის. კომპრომისული ტიპია, ხო, მეხუთე. მეხუთე ტიპი ყოფილა, აი ესეთი ტიპი, სადღაცა შუაში არის, როდესაც აი საშუალო ქულებზე გაინტერესებს შენიც და სხვისიც. აი ეს არის კომპრომისული ტიპი. მე თუ წავაგებ, შენც წააგებ. ხო, გათანაბრებული. რა ვიცი ახლა ის საშუალო დონეზე. ხან წავაგებ, ხან მოვიგებ. ოღონდ შენ კი არ უნდა მოიგო, შენს შემსავით უნდა იყო, იმიტომ რომ შენ მიმართაც ეს დამოკიდებულება მაქვს. შენ თუ აქ მოიგე, მე კომპრომისული აღარ მაინტერესებს უკვე, მე სხვა ვარ. ეს არ მინდა. საშუალო, აი როდესაც ადამიანს საშუალო დონეზე აინტერესებს კონფლიქტის მოგვარება. ეს ის ტიპია, რომელიც მთელი ცხოვრება მიდის. სულ კონფლიქტში არ უგვარდება. მაგრამ ნახე, აფეთქებები არ აქვს. აი საშუალო დონეზე გაუცინებს, გამარჯობა სეტყვის უფალმა გააკურთხოს. ხო და ისა აუშ კაცო იყოს თავის ადგილზე და არ მანაღლებს, ხო ის მოგვარება არ მანაღლებს, არ შემიძლია არაუშავს, აქ რაღაცებით ვამართლებ. ანუ საშუალო აი რაღაცა გულგრილი დამოკიდებულება ალბათ, ხო, როგორც ჩემი თავის ადგილი. მე ამას ჯობია ალბათ სხვა რაღაცა უკიდურესი ფორმა ჰქონდეს, რომ რაღაცა მაინც მოხდეს, ხო? ეს არის კომპრომისული ტიპი. საბოლოო ჯამში აქ ორივე წაგებულია. ხო მე თანხმებით, აქაც ორივე წაგებულია ჩვეულებრივად. გეხმარებათ ამის გაგება რაღაცაში? ნახეთ, წინაზე აღმოაჩინეთ ვინ ვიყავით, ხო, მეტი წილი. ეხლა გეუბნებიან, რომ თუ აი ეს დამოკიდებულება შეამოწმე, რომ სინამდვილეში გაიგო, რა შედეგზე გადიხარ. თუ შენი თავი გაღელვებს, უფრო მეტად ვიდრე სხვა ადამიანი, მაშინ ვერ გახვალ შედეგზე, იმიტომ რომ შენი გულის ნადები არის წაგებული. მე მოგებული, შენ წაგებული, ასე რომ ასეთი. და ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ კონკრეტულად აი რა სიტყვები შეიძლება ამისათვის გამოიყენო, რომ კონფლიქტი არ გაღრმავდეს კიდევ უფრო მეტად. აი ხლა იმ ნაწილში კითხვები გაქვთ რამე? ჩვენ არის კომპრომისული სხვა. აი ამ შემთხვევაში რა ხდება, რომ ეს კონფლიქტი ადამიანთან მეხანიცებია, ჩვენ თანამშრომლები ხო. კი, როცა ორმხრივი არ არის სურვილი, ხო? კი ბატონო, ალბათ კონფლიქტი იმ შემთხვევაში არის, როცა სხვადასხვა სურვილებია, ხო? მაშინ ხო კონფლიქტი არ იქნებოდა. აი ზუსტად ამაზე გვაქვს ლაპარაკი, როდესაც ჩვენ ვისაუბრებთ ამაზე, კონფლიქტის გადაჭრის, გადალახვის გზები, ესეთი კონსპექტიც მაქვს თქვენთვის მოტანილი, მოდი ჩამოარიგე. აი ეს არის თქვენთვის. კი, თითო მიეცი ყველას, ხო? როგორ? თუ მოგვარება გინდა, მაშინ თანამშრომლური ხარ, თუ შენი ინტერესიც მაღალია და სხვის ინტერესიც, სხვაც გაინტერესებს. იმას საშუალო დონეზე აინტერესებს. შენი დამოკიდებულება თუ არის, რომ შენ მოგებული იყო და ისიც მოგებული იყოს, ჩვენ აქ მეორე მხარეზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ გვქონდეს სწორი პოზიცია, იმიტომ რომ ნახე, აი თქვენს კონსპექტებში არის რომაელთა იმიდან, ხო? თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ხო? უნდა იქონიო მშვიდობა. აქ არის ჩვენს ნაწილზე ლაპარაკი, რომ ჩვენ რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს კონფლიქტი მოგვარდეს. ხო?
ხო, ხა თუ შენი მხრივ ღმერთის წინაშე ხა ჩვენ აი კონფლიქტის გადალახვის გზაზე აქ ვისაუბრებთ უკვე როგორც ქრისტიანმა რა ნაბიჯები უნდა გადავდგა. თუ მე ყველა ამ ნაბიჯს ვდგავ, გულში სწორი პოზიცია მაქვს, როგორც ჩემი თავით ვარ, ჩემი თავი მაღელვებს, ისე მაღელვებს სხვა ადამიანის, მაშინ აქ მე გამოვძებნი ქრისტიანულ გზებს, ხო? ქრისტიანული დამოკიდებულება მექნება, მეტი ემპათია მექნება, მეტი პატიების უნარი მექნება და მე თუ ყველაფერი ვაპატიე, მე თუ მესმის და იმ ადამიანს არ უნდა ეს ხო ჩემი კონტროლის ზონა აღარ არის. ანუ მე პასუხს ვაგებ ღმერთის წინაშე, ჩემს ქცევაზე, ჩემს ფიქრზე, ჩემს გადაწყვეტილებაზე, ჩემს აქციებზე და ასე შემდეგ, ხო? ასე რომ ჩვენ ვლაპარაკობთ ახლა ჩვენს თავებზე. და ნახეთ კონფლიქტში ძალიან ხშირად ესეა ხოლმე თუ ერთ ადამიანს აქვს ერთ მხარეს მაინც აქვს სწორი პოზიცია, ის კონფლიქტი გვარდება მაინც. გინდა არ გინდა გვარდება. ხო და ან რაღაც დონეზე ისე მაინც გადადის, რომ დესტრუქციული არ არის, ხო? თორე შეიძლება ახლა ისე არ შეგიყვარდეს ახლა ადამიანი, რომ რაღაცა როგორც საკუთარი ოჯახის წევრი ვით, მაგრამ ჩვეულებრივი ურთიერთობა, ანუ კონფლიქტი დამთავრდება. ის საკითხი დამთავრდება, ხო? დავიწროვდება მაინც, ახლა ესე კონფლიქტოლოგები ესე ეძახიან, რომ არსებობს ზონა და ეს ზონა არის დრეკადი. შენ თუ არასწორ სიტყვებს იყენებ, შენ თუ შემრიგებლები გყავს სხვადასხვა ტიპის ადამიანები, შენ თუ გაავრცელე და ყველა მიცის შენი ამბავი და ამ ადამიანის ყურამდე მივიდა, ანუ ჩარიე ვიღაცეები, ხო? შენ თუ დაამახინჯე ეს კომუნიკაცია აი ამ შენი ქცევებით, ის კონფლიქტის ზონა, ანუ თუ იყო დაუშვათ პატარა შელაპარაკება, ის უკვე დიდი შელაპარაკება გახდება, დიდი გაიზრდება ის საკითხი, უფრო მძაფრი გახდება, უფრო ემოციური გახდება. და თუ ადამიანი სწორ ადამიანებს მიმართავს, მოკლედ რა ვიცი, მწყემს ჩარევს, ლოცვით მივა იმ ნაწილში, ხო, რაღაც თავის თავს შეხედავს, მე ხო არა ვარ დამნაშავე, ანუ სწორ პოზიციას როცა იკავებს, იქ ვიღაცეებს, კონსულტანტებს და პროვოკატორებს და ვიღაცებს ყურადღებას არ აქცევს და მაინც სწორი ნაბიჯებით მიდის, კონფლიქტის ზონა პატარავდება. მეორე მხარეს ხო ხედავს, რომ არ ემატება არაფერი იმ შელაპარაკებას პირობითად რომ ავიღოთ, ხო, ძალიან ბანალური რაღაცა, ხო? არ ემატება, არაფერი არ დამატებია. მაგრამ ჩვენ ხედავთ ხოლმე, რომ დაიწყო შელაპარაკებით, მერე იმას დაემატა სხვა ინციდენტი, იმას დაემატა კიდევ სხვა რაღაცა და გაიზარდა, ჩვეულებრივად გაიზარდა. აქ არიან ჩართული ადამიანები. და ძალიან სწორი და გონივრული აზრი არის, რომ არ ჩართო საერთოდ ადამიანები, არამედ სწორი პოზიცია, ანუ სწორი პოზიციის მქონე ადამიანი, მართლა ვისაც ჭკუა მოეთხოვება, ჩვენ შემთხვევაში მწყემსი არის ხოლმე, ან ის მსახური, ვინც იცის როგორ მოაგვაროს და პირადად ადამიანთან არ გაწყვეტა კონტაქტი. როდესაც კონფლიქტში ისეთი დესტრუქციულია, რომ ერთმანეთში ვეღარ ლაპარაკობენ უკვე. ხო? არის ესეთი მომენტები, რომ იმდენად დაირღვა მათ შორის კომუნიკაცია სიტყვიერი, რაზეც დღეს ვისაუბრებთ, რომ ერთი მეორეს ვეღარ ელაპარაკება. ანუ დაიწყებენ თუ არა იგივე ჯგუფში გადადის. იქ კონფლიქტი არ დამთავრდება არასოდეს. აქ არის უკვე საჭირო, ეს უკვე ცოტა რთული ფორმა არის, აქ არის საჭირო შუამავალი, ეს მედიატორს რო ეძახიან, ხო? წავიდეს ერთი მხარის პოზიცია გაიგოს, მერე წამოვიდეს მეორე მხარის პოზიცია გაიგოს, მსახურები ხო ჯერ ცოლს ელაპარაკებიან ხოლმე, მერე ქმარს ცალ-ცალკე ესე. მერე რაღაცა ნაწილში გვარდებიან, რომ ეს რო გაიგებენ, რომ ამას რა აზრი აქვს, იმას რა აზრი აქვს, რაღაცა თემაზე თანხმდებიან, რომ მოდი ამ თემაზე ერთად ვილაპარაკოთ. სხვა შემთხვევაში გამორიცხულია, იმიტომ რომ იმდენად დამახინჯებულია საკუთარი აზრების სიტყვიერ დონეზე გამოხატულება. რომ ადამიანები ერთმანეთს უმატებენ ჭრილობებს. უხსენებენ რაღაცეებს, იმიტომ რომ გაფუჭებულია მათ შორის ძალიან უკვე დამოკიდებულებები და ამ დროს ნახე, ყველა ეძებს თავის თავს. ეხლა თავის გამტყუნება ვის უნდა უნდოდეს? არც არავის. ასე რომ აი ამ 100 წრილ ტოტში, ხო, მაღელვებს ჩემი თავი ვქვია. აქ ყველა ვარიანტი მაღალი მაქვს მე. უნდა მქონდეს, რატომაც არა, მაგრამ ნახე, აქ განსაზღვრავს აი აქ საკითხი. თუ სხვა ადამიანიც გაღელვებს, ისე როგორც შენი თავი გაღელვებს, ხო? ამ შემთხვევაში კარგ მდგომარეობაში ხარ, იმიტომ რომ შენი კომუნიკაცია, შენი სიტყვები გასწორდება, ემპათიური იქნება, გაუგებ იმ ადამიანს. და როდესაც ადამიანის გესმის, მაშინ ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნები მასწავლებლური და დამრიგებლური ტიპი, ხო? ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუწყებ ჭკუის სწავლებას. აი, ხო შეხვდებიან და კიდე ერთი გარჩევა რო ხდება, შესარიგებლად შევხვდით. და მაინც ჩვენ სიმართლეს, აი მე ამიტომ გითხარი და იმიტომ გავაკეთე და მაინც ვერ ირიგდებიან, იმიტომ რომ ნახე მზად არ არიან. აი ეს აქვს დაბალ ქულაზე, მეორე მხარე არ აინტერესებთ.
და ეს ქრისტიანული თვალსაზრისით ძალიან მომეწონა ეს კონფლიქტოლოგების მიერ მოწოდებული, ეხლა ისე უბრალოდ ინტერნეტის მასალები არ მომაქვს, რომ იცოდეთ ეს ამაზე ნაშრომები არ დაწერილი ზოგადად, აი ამ ტიპებზე, აი ამ დიაგრამაზე თუნდაც კვლევები არის ჩატარებული, ორგანიზაციებს მართავენ ამით და პროფესორები მუშაობენ ამაზე, სანდო ინფორმაციებით მოვდივარ, მოკლედ თავი შევიკო. სანდო ინფორმაციით მოვედი ნამდვილად და ეს მუშაობს. უბრალოდ ჩვენ დავარქვით თანამშრომლურ ტიპს ქრისტიანული ტიპი, იმიტომ რომ ძალიან ახლოს არის, ხო, რომ გიყვარდეს მოყვას შენი, როგორც თავი შენი. აქ თუ 10 ქულაზე გაინტერესებს შენი თავი, გაინტერესებდეს აქაც შენი მოყვასი და შეურიგდები, ხო, თქვა სიტყვაზე და ეს თანამშრომლურ ტიპს დავარქვით მოკლედ ქრისტიანული ტიპი. ხო. აბა შეკითხვები კიდევ თუ გაქვთ რამე? კი გისმენ? ხშირად როცა ერიდები კონფლიქტს, როგორ უნდა მოვიქცე, რომ შებურიგდე ადამიანს? ნახე, გარიდებულ ტიპზე ვთქვით ჩვენ, რომ საკუთარი თავი ცოტა დაბალ ქულაზე აღელვებს კონფლიქტის ნაწილში და სხვა ადამიანის დაბალ ქულაზე აღელვებს. ანუ არ არის დიდი ინტერესი კონფლიქტის მოგვარების და იმიტომ ხარ გარიდებული. იმ შემთხვევაში ეს ხო ის არ არის, რომ შენ გადაწყვეტე, რომ გარიდებული იყო. რაღაცა სიტუაციამ გიკარნახა. შენ თუ აღმოაჩენ, რომ გარიდება კონფლიქტს არ გიგوارებს, შენ იწყებ შენს თავზე მუშაობას, რომ ეს ქულა აწიო. იმიტომ რომ არ გიგوارებს კონფლიქტს. ანუ ჩვენ მივდივართ, ეს არის კონფლიქტის მოგვარების გზა, მოკლედ. დამოკიდებული. როცა არსებობს, ნახე, ამას ქვია, ნახეთ, 4 ტიპის დამოკიდებულება. კონფლიქტისადმი დამოკიდებულება. და ეს არის აი 4 ტიპი. ხო? შენ თუ დამოკიდებულება გაქვს ესეთი, ამ თვალსაზრისით, აი ამ კვლევის მიხედვით არ მოგიგوارდება კონფლიქტი. იმიტომ რომ ერიდები და რანაირად მოგიგوارდება. ერთხელ გაერიდე, ორჯერ გაერიდე, იმ მომენტში სარგებელს გაძლევს. ნახეთ, როგორი რაღაც არის? იმ მომენტში სარგებელს გაძლევს, იმ მომენტში მშვიდობა გაქვს. ანუ არაფერი არ გააფუჭე, არ თქვი, არ იყვირე, გაუშვი, მაგრამ რო შეხედე ცოტა გრძელვადიანი პერსპექტივით, ის კონფლიქტი ისევ იქ არის. ხوارსად არ წავიდა. ყოველთვის მოგიწევს გარიდება. ეს ქულა თუ აიწევა და შენი თავი მეტად გაღელვებს, გინდა რომ არ გქონდეს კონფლიქტი, ცუდია? ძალიან კარგი. აი აქაც აწიო მაშინ ქრისტიანული თვალსაზრისით. მოდი მარტო შენი თავი არ გაღელვებდეს, ეს ამ ადამიანითაც დაინტერესი. აქეთ თუ წახვალ, მაშინ შენ კომუნიკაციას გაასწორებ. თუ სხვა ადამიანი მეტად დაგაინტერესებს, ემპათიური გახდები. აღარ გაერიდები პირიქით, ნახე, ეტყვი რომ მე მესმის შენი. მოყვები სიტუაციას კონსტრუქციული გზით ჩვენ გავივლით ახლა ამ თემას. შეფუთავ, შენსაც ეტყვი, მისაც მოისმენ, არ იქნები დანაშაულების სიტყვებით მოლაპარაკე, ანუ ბრალმდებელი ტიპი არ იქნები. შენი მიმართულება იქნება ეს ამან რო წააგოს კი არა, ორივემ რომ მოიგოს. თუ ამ ორივე ქულას აწევ, მიხვდი მარიამ რაზეა ლაპარაკი. აქ მთავარი არის ეს ორი ის არის. მე რომ მინდა რომ მართალი ვიყო და ყველას უნდა რომ მართალი იყოს, მართალი გამოვიდეს, ხო? ვის უნდა რომ დაადანაშაულონ, არა. აი ეს უნდა გაიზარდოს. ანუ გაღელვებდეს კონფლიქტში შენი მოწინააღმდეგე მხარეც, რომ ის კი არ დაიჩაგროს და შენ მაგარი კი არ გამოჩნდე. მოდი იმანაც გაიხაროს და ისიც კარგად იყოს და შენც კარგად იყავი. ხო, ამ შემთხვევაში გვარდება კონფლიქტი ეკოლოგიურად, მოდი ესე ვთქვათ, რომ მეც კარგათა ვარ, შენც კარგათა ვარ, ხარ ღმერთის წინაშე ორივე მართლები ვართ, სინდისი არ გასამართლებ, მშვიდობა. ამაზე კაი რა არის? საუკეთესო მხარეზე ვსაუბრობთ, ხო? მოკლედ, აქ ვისაუბრეთ ჩვენ რომ დამოკიდებულება, აი ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და წარმოქმნის ყველა დამოკიდებულება შესაბამის სიტყვებს. და რა სიტყვებზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ? სწორი სიტყვები არის პოზიტიური სიტყვები. მეთანხმებით? შეიძლება მე მართალს გეუბნებოდე, რომ თეა შენ ამადამ დღეს
გააკეთე ესა და ეს იყო საშინლად ცუდი ქცევა. შეიძლება ანუ ვაფასებდე ადამიანური თვალსაზრისით სწორად. მაგრამ ეს არ იქნება დადებითი, ეს არ იქნება პოზიტიური, არ მიმიყვანს კონფლიქტამდე, კონფლიქტის დასრულებამდე. ეს შენ გიბიძგებს, რომ შენ დაიცვა შენი თავი და შენი პოზიციაც თქვა, რა თქმა უნდა. ნახეთ, სწორი სიტყვები უდრის პოზიტიურ სიტყვებს და ეს კიდევ უდრის კონფლიქტის დასასრულს. აი ესეთი არის ფორმულა. მოდი ახლა სიტყვებზე გადავიდეთ, ხო? არის სიტყვები, რომელიც კონფლიქტს აღრმავებს, არის სიტყვები, რომელიც კონფლიქტს აღმოფხრის და გადაჭრის. აი, აქ არის სიტყვების პოზიტიური ფორმულირება. დაფიქრებულ ხართ ამაზე? შეიძლება ლაპარაკობ იდეაში სწორ რაღაცას, ანუ როგორც იყო ისე ამბობ, მაგრამ იყენებ შესატყვის სიტყვებს, აი ამორჩეული გაქვს სიტყვები, რომელიც ხას უსვავს ირიბად, რომ განაიად ვერ მიხვდით ახლა, რომ ეს ესე უნდა ყოფილიყო. აი როგორ შეიძლებოდა, რომ ეს ესე მომხდარიყო. აი რა სისულელე იყო ახლა ამისი თქმა ან გაკეთება. ამას პირდაპირ არ გეუბნები, მაგრამ სიტყვები მაქვს არჩეული იმ ფორმულირებით და ისეთ ტონში ვსაუბრობ, რომ ფარული კონფლიქტს მაინც წარმოუქმნი, თუ პირდაპირ ვერავინ დამიპირისპირდება. ასე რომ სიტყვებს აქვს ძალიან დიდი ძალა. ბიბლიური თვალსაზრისითაც ვიცით ხომ, რომ აი ღმერთმა სიტყვით შექმნა ყველაფერი და ადამიანები დღეს ტრენინგებზე მომისმენია, მაგის გაგრძელება არ იციან, მაგრამ გეუბნებიან, რომ დასაწყისში იყო სიტყვა. გაგიგიათ? წაგიკითხეთ სადმე ისე რაღაცა ქვეყნიურ რაღაცებში, რომ დასაწყისში იყო სიტყვა, თავდაპირველად იყო სიტყვა. იმდენად დიდი მნიშვნელობის არისო, რომ სიტყვა იყო თავდაპირველად, იმას ვეღარ აგრძელებენ მე რა და როგორ ის ქრისტიანული თვალსაზრისით ჩვენ რასაც გულისხმობ. ღმერთმა სიტყვით შექმნა ყველაფერი და ჩვენ ღმერთის სულის რომ ვართ შთაბერილები და მისი ხატად და მსგავსად რო ვართ, აი ჩვენ სიტყვებსაც დაახლოებით, აი თითქოს ესეთი მოქმედების, სულიერების და რაღაცა არსობრივი ძალა მოყვება, რომ მე რო გეტყვი, შეიძლება არ დამიჯერო, მაგრამ გაგახსენდება ყოველთვის და იქონიებს მაინც ზეგავლენას. აი ესეთი ძალა აქვს თვითონ სიტყვას. და წარმოიდგინეთ, თუ ცუდ სიტყვას და არასწორ სიტყვას ესეთი ფორმულირებულს ძალა აქვს, რამდენად დიდი ძალა ექნება პოზიტიურ სიტყვას, როცა ადამიანს შენი კონკრეტული სიტყვებით გააძლიერებ. და აი კონფლიქტში ადამიანს ეტყვი, რომ აი აბსოლუტურად მესმის შენი ქცევა. შენს ადგილზე შეიძლება მე აი მაგდენი ვერ მომეხერხებინა. აი იმ მომენტში შეიძლება ადამიანმა ის ვერ შეიმჩნიოს, მაგრამ რო წავა ის გაახსენდება აუცილებლად, რომ ნახე ამ ადამიანს ესმის მე რატო ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ. ანუ შეიძლება ეს არ იყოს გადამწყვეტი სიტყვა, მაგრამ დადებითი ზეგავლენის მქონე ყველა ვარიანტი იქნება. ასე რომ კონფლიქტს აღრმავებს სიტყვები, რომელიც ფორმულირებულია ძალადობრივად. და რა არის ეს ჯერ აქ არ მიწერია? ძალადობრივი სიტყვები, ხო? ძალადობრივი სიტყვები, აი თქვენი აზრით რა შეიძლება იყოს? უკვე წერია? კაი, ძალადობრივი პრინციპში წერია. კი, აი, ნახეთ, შეიცავს მანიპულაციას, მე განსაზღვრებები მინდოდა უფრო მეთქვა. აი მანიპულირება არის ძალადობრივში. ანუ ან ესე, ან ისე. იდეაში მე ორივე მაწყობს, თუ მე ვარ მანიპულატორი. ესეც მაწყობს, ისეც მაწყობს. ან ესე გააკეთე, ან ესე გააკეთე. ანუ რაღაცა არჩევანს თითქოს მაძლევს, მაგრამ ორივე არჩევანი მე მაწყობს, შენ არც ერთი არ გაწყობს. ან საერთოდ არ მაძლევს არჩევანს. გააკეთე ესე, აი მაგალითად მოგიწევს ამის გაკეთება. ხო, შენ კი ესე ფიქრობ, მაგრამ აი თუ ესე არ გააკეთებ, მოგიწევს მე ამის გაკეთება. ანუ აი ეს სიტყვები როცა მესმის, აი რაღაცნაირად იცი როგორი შეგრძნება არის, მე გამომიწდია ჩემს თავზე, რომ აი მომიწევს, ესე იგი მე ვალდებული ვარ, ეს არჩევანი არა მაქვს და შინაგანი იმის მეწყება განგაში, რომ პროტესტი, რას ქვია, ადამიანი არა ვარ, ჩემი მხარეც ხო უნდა იყოს გათო. ყველა მხარე საინტერესებს თავისი თავი. რაც არ უნდა გიყვარდეს შენი მეუღლე, შენი შვილი. აი რაღაც დონეზე ისეთი დაზარალებულად და საცოდავად დარჩენა
შეიძლება აირჩიო, სხერპლი გაიღო, მაგრამ ძალიან ცუდად იქნები მე. უბრალოდ ცუდად იქნები. რამდენჯერ გაიღებ ამ სხერპლს. და ნახე, თუ სწორ კომუნიკაციას ისწავლი, უბრალოდ ეს სხერპლი არ მოგიწევს ამ სხერპლის გარეთ. შენ სათქმელს იტყვი, ისე იტყვი, რომ კონფლიქტს არ გამოიწვევ და დაისვენებ, იმიტომ რომ შენ ამოთქვი, შენი პოზიცია დააფიქსირე, ადამიანი ხარ, ინდივიდი ხარ, შენი როლი გაქვს ოჯახში, შენი ადგილი გაქვს ოჯახშია თუ საზოგადოებაში სადაცა და შენ უფლება გაქვს უბრალოდ რომ სიტყვა თქვა. უფლება გაქვს მოიქცე, როგორც ჩათვლი საჭიროც რომ მოიქცე. და თუ ჩვენ მსხვერპლზე მივდივართ, რაღაც დონეზე, რაღაც სიტუაციებში ამართლებს ეს მსხვერპლი. მაგრამ ჩემი ცხოვრების წესად თუ გადაიქცა და ყოველთვის მსხვერპლის გამღები მე ვარ და მე წაგებული ვარ, ოღონდ სხვა მოგებული იყოს და ოღონდ ჩემ ბედნიერი იყავიო, ხო გაგიგია? ოღონდ ჩემ კარგად იყავი და არაფერი არ მინდაო. ეს დამოკიდებულება დიდხანს ვერ გამაქაჩინებს დიდხანს. მერე დამეწყება არარაობის და უსამართლობის შეგრძნება, დამეწყება აი საკუთარი თავის დათრგუნული ის მექნება, ხო, რაღაცა პოზიცია გამოდმებით. ეხლა როგორ ფიქრობთ, დათრგუნული თვით შეფასება დაქვეითებული ადამიანი, საერთოდ როგორ ურთიერთობებში იქნება სხვებთან? კომპლექსებით სავსე როცა. არა ჯანსაღი, რა თქმა უნდა, ეს ახლა ფორმულაა ჩვეულებრივი. მე თუ ჩემს თავს ვერ გამოვხატავ, გამოდმებით მსხვერპლი ვარ, სულ ჩემს თავს ვთრგუნავ, სულ არ აქვს აზრი ჩემს აზრს, სულ არ აქვს მნიშვნელობა მე რას ვფიქრობ და რას ვამბობ და რას ვაკეთებ. კონკრეტულ სიტუაციაში საერთოდ არ ვიქნები ჯანსაღი, არ ვიქნები სწორად შემფასებელი სიტუაციის და მართლა ტოქსიკური, აი კაი სიტყვა იხმარე. ტოქსიკური ვიქნები სხვა ურთიერთობებში. უბრალოდ აი ტყუილ უბრალოდ შეიძლება რაღაცაზე გავჭედო. და რა ვიცი, ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება მოყვეს, ხო ეხლა დრო არ დავკარგო. ანუ შეიცავს მანიპულაციას, კონფლიქტის გამოღვივებელი სიტყვები, ძალადობრივი, არ გაძლევს არჩევანს, ან გაძლევს ისეც, რომ ალტერნატივა მაინც არა გაქვს, მითითებებს შეიცავს, გინახიათ ადამიანები სულ მითითებებს რო იძლევიან. სულ მითითებებს იძლევიან და კონფლიქტის გადაჭრის დროსაც მითითებებს იძლევიან, შენ რა უნდა გააკეთო, რომ შეგირიგდეს. ანუ შეიძლება თავის თავსაც ესე ელაპარაკებიან, არ ვიცი, მაგრამ ძალიან ცუდი მოსასმენია. მითითებების მოსმენა ბავშვიდან დაწყებული მოხუცით დამთავრებული არავის არ უყვარს. არავის არ უყვარს. შეიძლება პიროვნება იყოს ავტორიტეტი და დაემორჩილო რაღაც დონეზე, მაგრამ გიყვარს? არ გიყვარს. მაინც გთრგუნავს, ხო? ანუ ყოველ შემთხვევაში თუ არჩევანი გაქვს, შენ არ უნდა მოიქცეს. შენიშვნებს იძლევა კონფლიქტის გადაჭრისას, გეუბნება შენიშვნებს. ჩვეულებრივად გეუბნება რა უნდა გააკეთო, რომ და რა არ გააკეთე აქამდე სწორად. აი ეს ჩვეულებრივი. შეიცავს განსჯას და თავის მართლებას. მე მქონია ესეთი შემთხვევა, შერიგება მინდოდა და შერიგების პროცესში თავი გავიმართლე. ხო, ანუ ნახე, ჩემი აი წინა შკალაზე ჩემი თავი მაღელვებს, ვითომ ის ადამიანიც მაღელვებს, მაგრამ დაბალ ქულაზე. დაბალ ქულაზე. როგორ უნდა მიტანა ჩანსახაც ის მდგომარეობა და მას გონია რომ შეიძლება კი. შერიგების მიერ შეიძლება ეს ჩანსახი აი ესე ვარ ხო, აი სულიერ ნაწილში არის მან რაღაც ნაბიჯები გადასადგმელი. აი მან ფურცლებზე გაქვს და მან მივალ. თუ კიდე მერე მან გაგიჩნდება შეკითხვა, მერე დავბრუნდეთ, ხო? მოკლედ ძალადობრივია კომუნიკაცია კონფლიქტში, როცა მანიპულაცია შეიცავს, არ გაძლევს არჩევანს, მითითებებს, შენიშვნებს, განსჯავს და თავის მართლებას. აქ დამთავრდა. თუ ადამიანს მაინც ემართლები, იქ კონფლიქტი აღარ გვარდება. კი. ნახე, ეს მასაც უსმენ, აი ნახე, მე მანდა ვარ, მარი, აქ 10 ქულაზე ხარ და ყოველთვის 10 ქულაზე ვართ, ხო, ჩვენ თავი რო გვაღელვებს, რატომ მოვიქეცი, როგორც მოვიქეცი,
აქაც მინდა რომ გავიგოთ ის რომ მოიქცა რატო მოიქცა. მოგებაში გულისხმობ, კი. კი? ეკითხები, ეხლა შენ მითხარი რატო მოიქეც, როგორც მოიქეც, იმიტომ რომ მე მზად ვარ რომ მიგიღო. მანდ მიდის თავის მართლება, მაგრამ ნახე, შენ ხო გაიმართლე თავი. იმანაც თუ გაიმართლა თავი და შენ მოусმინე, მანდ უკვე რა მომენტია, შენ თუ დამოკიდებულება გაქვს ემპათიური, თანამშრომლურში ხარ. გაუგებ იმ ადამიანს. შენთვის მანდ არ მთავრდება კონფლიქტი, როცა შენ ყველაფერი გააკეთე? შენთვის. შენ ყველაფერს როცა აკეთებ და ადამიანს მაინც არ აქვს ეს მომენტი, ხო? ნახე, შენ თუ გინდა რომ ისიც მოგებული იყოს, მეტად უნდა მოусმინო, მეტი უნდა გასცე, მეტად უნდა გაეხსნა და თუ მაინც რაღაცა დახურა, ხო? აი ეგ ალბათ ის მომენტი არის, რომ ხო, შენი მხრივ მშვიდობა შენ დააფიქსირო, რომ მე თავისუფალი ვარ. მე შენთან მიმართებაში ყველაფერი ვთქვი, მიყვარხარ, გაფასებ, ვამთავრებ ამ კონფლიქტურ სიტუაციას. შენი მხარეც ხო რაღაცა არსებობს, ისიც ხო უნდა აღიარო. აი როგორც მინიმუმ რომ აყევი შეიძლება, ხო? რაღაცა ნაწილი შენიც ხო უნდა დაინახო. არ არსებობს, რომ იმანაც ვერ დაინახოს და თუ მაინც ვერ დაინახა, ხო? არსებობს ეგეთი ტიპის ადამიანებიც, ხო? მაშინ უკვე ამოქმედდება ალბათ ის მომენტი, რომ შენის მხრივ თუ შესაძლებელია იყოს ეს მშვიდობა და უფლის წინაშე იყო მოგებული, ასე ვთქვათ, მართალი. და იმიტომ რომ არ უნდა გამწყუნებული იყოს და ეხა ხანდახან გააჩნია ასაკს, ეხა ჩემი სუბიექტური აზრია. ჩემი სუბიექტური აზრი ეხა თუ ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეხა თუ ადამიანს სახე ეკარგება, აი ძალიან კარგი კითხვა არის, მადლობა. აი თუ ადამიანს აი წარმოიდგინე რომ კონფლიქტი მოგივიდა ძალიან საყვარელ ადამიანთან. და აი იმისი გამწყუნება არის შენი გამწყუნება ფაქტიურად. აი იმან რომ ბოდიშები მოგიხადოს, აი შეიძლება იმ ადგილზე გათავდე, იმიტომ რომ იმდენად გიყვარს ის ადამიანი. არ გინდა რომ სახე დააკარგინო, ხვდები? არ გინდა რომ დაუმტკიცო, აი დედა ან მამა ან რა ვიცი ქმარი, შვილი, აი ძალიან ახლობელი, ხო? აი ამ პოზიციიდან წარმოიდგინე, აი გრძნობას გეუბნები, რა შეიძლება იყოს, რომ იმდენად არ უნდა გინდოდეს, რომ ის ადამიანი წაგებული, იმიტომ რომ ყველა ვერ იტანს წაგებას, ხალხო. ეს სიმწიფის თემაც არის. აი სიმწიფის თემაც არის, ხო? აი შენ შეგიძლია ყველანაირად გაამტყუნო ეს ადამიანი, ანუ ფაქტები შენს მხარეზეა და რაღაცა, მაგრამ ეს ადამიანი არის სუსტი, უნდა დაეხმარო ამ ადამიანს შენი სწორი დამოკიდებულებით, რომ სახე შეინარჩუნოს. იმიტომ რომ ნახე უფალიც ესეთი პოზიციიდან გვიდგება ჩვენ, რომ ჩვენ როდესაც ღმერთის წინაშე ვართ რაღაცაში დამნაშავეები, ღმერთი რასაც ვიმსახურებთ, იმას არ მოგვაგებს, ხო? მაინც წყალობით და მადლით გვიდგება. აი დაახლოებით აი ეს პოზიცია არის თანამშრომლური და მოგებულის პოზიცია, რომ მე ხო მინდა რომ მართალი ვიყო. აი ზუსტად ისე მინდა რომ შენ არ გამტყუნდე და ვეძებ გზებს როგორ გაგამართლო ეხლა შენს. იმდენად სწორ პოზიციაში ვარ. ეხლა ის ადამიანი თუ აღმოჩნდება ის პროცენტი, რომელიც მართლა არაადეკვატურია, გაუშვი და იარსებოს ეხლა იმანაც იყოს, ეგონოს თავისთავად მართალი. მაგრამ ყოველთვის ხო ესე არ არის, აი პროცენტულად ძალიან ცოტანი არიან, რასაც ეხლა ამბობ, რომ ყველაფერი შენ სწორად გააკეთე და იმან გაიქვავა გული ბოლომდე. ანუ ყოველი მეორე არ არის ესეთი, არც ოჯახის წევრებში არ არის ხშირად ესეთი, არც ცოლქმრულ ურთიერთობაში არ არის ესეთი, ხო? ეს შეიძლება იყოს ცოტა ისეთი ნეიტრალური ადამიანი, ხო? ვისთანაც ეხლა ძალიან დიდი გრძნობები არ გაკავშირებს, ეხლა შეიძლება იყოს ან თანამშრომელი ან რაღაცა ისეთი ვიღაცა, ხო? ვიღაც მეზობელი მაგალითად. ხო და უფრო ძირითადად არის ხოლმე ესე. და აი ჩვენი მხრიდან რაღაცა ქრისტეს სახებაც რო ვატაროთ, ხო აი შეიმოსეთ ქრისტე, ხო და გულის თქმათ, ნუ გაიხდეთ თქვენ სურვილებს. აი რო ვატაროთ უფლის ხასიათი, ხო?
რამდენად ქრისტემ ყველაფერი გააკეთა, რომ მე გავმართლდე. აი რაღაცა მე რომ მინდა ჩემი თავის სიმართლე, აი მართლა ისე უნდა მინდოდეს, არ უნდა მინდოდეს შენი შერწყვენა მოკლედ. აი მე მქონია ესეთი სიტუაცია, რომ აი ჩემი იმდენად მიყვარდა ის ადამიანი, რომ კონფლიქტშიც არ შევედი, რომ იმას ბოდიშის მოხდა არ მოუწიოს მეთქი ჩემთან. იმ მომენტში იყო გარიდება, მაგრამ ნახე, ის ხო პერმანენტული არ იყო, ერთი შემთხვევა იყო და ვთქვი, რომ გაუშვი, ახლა მოდი მე ამაზე თვალს დავხუჭა, იმიტომ რომ შეიძლება ეს აღარ განმეორდეს. არ იმდენად მიყვარს ის ადამიანი, რომ არ მინდა დაუფიქსირო, რაც უდი რაღაც გამიკეთა, რომ მე არ დამცირდეს ის ადამიანი, როცა მოუწევს მე გაანალიზებს და რაღაცა ბოდიშები და რაღაცა. ხო ხდები, არსებობს აი ეს ისაც რაღაცა ურთიერთობის რაღაცა დონეც. კი, ზუსტად, კი. ესეთი ხო, ესეთი ადამიანი ყოველდღე ვერ გავნებს რაღაცას, ხო? რაღაც ისეთი მომენტია. აი შენ წარმოიდგინე არ დამთრგონა მაგ ყველაფერმა. არ დავითრგონი, ანუ მე დაზარალებული არ დავჭი. პირიქით თითქოს მაღლა დავდექი. იმისი სიყვარული ჩვენ შორის ურთიერთობა მაღლა რო დავაყენე, ეს არის ნახე, ეს ხო ყველაფერი ხო ცხრილის მიხედვით არდგება. ეს არის ჩვენი დამოკიდებულების აღმოჩენის ნაწილი. კი, სულ აქ არის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სულიერად რა დონეზე ხარ, ის ადამიანი რა დონეზეა, რა სიმწიფე გაქვს საერთოდ სულიერებაში, ხო? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. აი, მაგას გავივლით ეხა. აი, ქრისტიანულ ნაბიჯების ხო, კი. ეხა მეორე მხარე თქვა, სანამ ამაზე გადავალთ და მე გადავიდეთ კონკრეტულად გზაზე. კონფლიქტს გადაჭრის სიტყვები, რომელიც არის პოზიტიურად ფორმულირებული და შეიცავს ემპათიას, მეორე მხარის საჭიროების დანახვას, რომ აი რა საჭიროება, რა ჭირდება ამ ადამიანს ჩემგან ან საერთოდ რა მიიყვანა მოკლედ ამ საკითხამდე, თანაგრძნობას, დათმობას და თხოვნის ფორმულირებას, რომ აი თოვნასავით არის ჩემი მხრიდან. იქ მეორე ნაწილში თუ მე მიმთითებლური ვარ, აქ თხოვნის პოზიცია მაქვს, რომ აი გთხოვ, რომ დავჯდეთ და მოვაგვაროთ, მოусმინოთ ერთმანეთს. აი ჩემი თხოვნა იქნება, რომ გაიგო ეს რაღაცა და მოდი შენც მითხარი, მეც გეტყვით. ანუ აი თხოვნის პოზიცია, ის კი არა, რომ მიგითითებ, ხა შენ გირჩევნია, შემხვდე და გავარჩიოთ ეს ამბავი. ეს ხო არის. და იქ თხოვ, ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია შენთან ურთიერთობა, რომ თხოვ, რომ შევხვდეთ ერთმანეთს. ეს არის თხოვნის პოზიცია უკვე და არ ატარებს რაღაცა სხვა მეებს, რა ქვია, ზეგავლენას. კონფლიქტს გადაჭრის სიტყვები, ხო? რომელიც ფორმულირებულია პოზიტიურად, შეიცავს ემპათიას, მეორე მხარის საჭიროების დანახვას, თანაგრძნობას, დათმობას და თოვნას. და ამ მოკლედ ფურცელზე ჩამოწერილი მაქვს პოზიტიურად ფორმულირებული სიტყვები და ეს ადგილები აქ გამოვიტანე. 7 ენა სიცოცხლის ხეა. წერილი ამბობს 7 ენა სიცოცხლის ხეა. აი რაღაცეთ სიმშვიდე და თავდაჯერებულ კომუნიკაციაშიც ამბობენ, რომ 7-ად საუბარი გმატებს თავდაჯერებას. გააქვთ მანდ ადგილი, ბიბლიაშიც არის ეგ ადგილი, რომ თავდაჯერებას რო გმატებს 7 სიტყვა. ტკბილი პასუხი მიაქცევს გულის წყრომას. ანუ ადამიანი გაბრაზებული არის, გულნატკენია თუ არ ვიცი გულ, ხო? და შენი პასუხი, შენი კომუნიკაცია არის ტკბილი პასუხი, ხო? აი რბილი, ხო? როგორ შეიძლება ახლა ტკბილი ვაფორმულიროთ? რბილი, რაღაცა მიმტევებლური, ემპათიური მიაქცევს, ანუ აი რაღაცა სად მაგარი და მაგარი ერთმანეთს რო დაეჯახება, რომ სხრევა არის და სად რბილი და მაგარი, ხო? ახლა გადააგდე ბალიშზე რანივთიც გინდა, არ გატყდება უბრალოდ. აი დაახლოებით ესეთი თემა არის, რომ ის რო გულნატკენია, შენ რბილი ხარ და რაღაცა არ ხდება კონფლიქტი. კონფლიქტი კიდე შეჯახებაა, ხო? მოდი ახლა შევეცადოთ. უნდა გადავაკეთოთ და პოზიტიური ფორმულირებით ვთქვათ იგივე ოღონდ. კი ბატონო. სასურველია. შესაძლებელია, კარგი იქნებოდა. ანუ იგივეს ამბობ, ხო? შენ უნდა გააკეთო ეს, კარგი იქნებოდა, ამას თუ გააკეთებ, ანუ, ხო? ნახე, ეს სიტყვები რატომ არის ეს ჩამოწერილი, ხა დამავიწყდა ამის თქმა. ჩვენ ეს სიტყვები გვაქვს ლექსიკონში.
და გვაქვს გაუცნობიერებლად. შეიძლება ყველა არა გვაქვს, მაგრამ შეიძლება ერთი გქონდეს და ისე გაუცნობიერებლად ხმარობდე, რომ ადამიანებს საერთოდ არ უნდათ შენი მოსმენა. და პირდაპირ გაუცნობიერებლად აგზავნიდე სიგნალებს, რომ მე ახლა ეს საკითხი ძალიან მაგრად ვიცი და შენ ახლა უნდა მომისმინო. და კი გისმენს, მაგრამ გაზდის მეორე ყურში, როგორც ყველაზე რბილი გამოსავალი. მოგიწევს. მოდი აბა ვაფორმულიროთ, მოგიწევს ახლა პოზიტიურად. მოგიწევს. კი ბატონო, ცოტა გრძელია, მაგრამ იგივეა. შესაძლებელია ამ სიტუაციაში აღმოჩნდე. კიდე? უკეთესი იქნება თუ ამას გააკეთებ. კიდევ გახსენდებათ რამე? ეს შეგიძლიათ წახვიდე იფიქროთ მე, ანუ აღმოაჩინოთ, ეხლა ამას დრო არ აქვს, ეს სავარჯიშოა. თუ შეძლებდი, კარგია. თუ შეძლებდი, ხო, კი ბატონო. ხო. სხვა გზა არ გაქვს. შენ სხვა გზაც გექნება. სხვა გზაც არსებობს, ხო? სხვა გზაც არსებობს. შენ ამას მოახერხებ, ხო? რა ვიცი ახლა კიდევ. სხვა გზა არ გაქვს, ანუ უნდა რაღაცას მიუთითებ, ხო, რომ აი ესა და ეს გააკეთე, იმიტომ რომ სხვა გზა არ გაქვს. ანუ ამ გზებზე არის უკვე ლაპარაკი, ხო? შეიძლება უკარ ნახო, რომ აი ეს გზა ხომ არ გეცადა, ან ესე ხომ არ გეცადა, ეს უკეთესი ხო არ იქნებოდა. ეხლა სხვა გზა არ გაქვს, ხო? ადამიანს ანუ ავტომატურად იმასაც გაუცნობიერებლად მოსდის საწინააღმდეგო, რას ქვია არ მაქვს. აი ნახე თუ არ მაქვს, წავა და გააკეთეს. დაგიმტკიცოს, რომ სხვა გზაც არსებობს. სხვა გამოსავალი არ არსებობს. ხო, ანუ რაღაცა საპირისპირო, ხო? იქნებ, ხო, კი ბატონო, იქნებ, ანუ თითქოს ეთანამშრომლები, ხო, რაღაცა ემპათიურიც ხარ, რომ იქნებ ეს გზა კარგი იყოს, ხო, არსებობდეს. ვალდებული ხარ. აქ უკვე ძალიან ახლო ადამიანებთან შევდივართ, მე მგონი, შენ ვალდებული ხარ, ეს აი შვილებთან დაკავშირებით, მეუღლესთან. შენ დაქვემდებარებულ პირებთან. თუ მართლა ვალდებული ხარ, ვალდებულია ის ადამიანი, როგორ უნდა უთხრა, იმიტომ რომ ვალდებულება ისეთი რამეა, ან ხარ, ან არა ხარ, ხო? ხო, როცა მართლა ვალდებულია. ხო, შენ უნდა პოზიტიურად აფორმულირო, ანუ იგივე უნდა უთხრა, მარიამ, ოღონდ სხვა სიტყვებით უნდა უთხრა. აი, შენ სამსახურში თანამშრომლებს ეუბნებ, რომ შენ ვალდებული ხარ, გააკეთო ესა და ეს და მართლა ვალდებულია. მაგრამ ამის მოსმენაზე შენ ვალდებული ხარ, იმას უკურიაქცია არ მოწონს. ხო, რაღაცა კი იცის, რომ იმანაც იცის, მაგრამ ხასიათი უფუჭდება. ნახე, ახლოს ხარ. მოდი აბა ამ კუთხით წავიყვანოთ. ის ადამიანი ვალდებული არის და შენ გიწევს შეხსენება. რატო? იმიტომ რომ ვერ შეასრულა. კი ბატონო, ამოტივაცია. ვალდებული ხარ, მაინც ვალდებული გამოდის. ნახე, იმ ადამიანმა რაღაცის გამო ვალდებულება ვერ შეასრულა. და შენ გინდა შეახსენო თავისი ვალდებულება. რა უნდა უთხრა? რა აი მან დავარ. ნახე, შენ ესა და ეს საქმე ვერ შეასრულე და რამე ხომ არ გიჭირს, რამე ხომ არ დაგეხმარო. მოკლედ, ნახე, შენ ახსენებ, რომ ის ვალდებულია. ვერ გააკეთა. ერთხელ ვერ გააკეთა, ორჯერ ვერ გააკეთა, ანუ გიწევს უკეთქმა, ხო? მაგრამ შენ აი შეგიძლია უთხრა სხვანაირად, ემპათიურად, ხო? თანაგრძნობით უთხრა. მე იქნებ შენ ხარ რაღაცა ზედმეც მოითხოვ, იქნებ შენ მოველოდი, გააჩნია ტონს მანდ უკვე, ნახე? კი, მე რაღაცა მოლოდინი მქონდა, რომ დღეს ეს დამხვდებოდა პირობითად. კი, და რამე ხო, რამ შეგიშალა ხელი.
ნახე, რამ შეგიშალა ხელი, უკვე დაინტერესება არის შენი მხრივ. ხო, აი შენ რამ შეგიშალა, იქნებ რაღაცამ შეგიშალა, ანუ მე დავუშვი, რომ შენ უბრალოდ არ გააკეთე, კი არა, ესე უხეშად. რაღაცამ ხელი შეგიშალა. კი, ანუ ხო, აი, ნუ ტონს ძალიან მნიშვნელობა აქვს. თუმცა, აი დამარბილებელ სიტყვებს ეძახიან, ამას ძალიან ჭრის. ძალიან ჭრის. არ შემიძლია. ეგ უკვე შენ როცა არ შეგიძლია რაღაცა. აი, გადაჭრით თქვა არ შემიძლია, თითქოს ნახე ამთავრებ იქ არ შემიძლია და მორჩა. მოდი, აღარ გადვიხილოთ რაღაცები. აი ეს რო ამ ეტაპზე ძალას ვერ პოულობ. კი ბატონო, არ შემიძლია ალტერნატივა. ანუ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ დავანებეთ თავი, დავამთავრე აშხ. კი ბატონო. სამწუხაროდ დღეს მიჭირს, ხო? სამწუხაროდ ვერ შევძელი რაღაცა ესეთი, კი ბატონო. თუ რაღაცა გააკეთე და არ შემიძლია ამ ყველაფრის მიღება. მიუღებელია ეს ყველაფერი, არ შემიძლია. აი ხო, როგორი რაღაცა არის, ძალიან კატეგორია. წინა შეხვედრაზე ვთქვით, რომ შენი გრძნობა უნდა გამოხატო, ძალიან კარგია. შენი გვიანებ სახლში და არ რეკავ. ეგ დამგვიანებელი უპასუხისმგებლო ადამიანი გამოყავს, როცა ეტყვი, რომ მე ნერვიულობ, როცა შენ არ რეკავ. ნახე, ამას ქვია მე შეტყობინება. აი ეგ შეგიძლია ნებისმიერ იმაში გამოიყენო. აი არ შემიძლია, ხო, რაღაცა ეგეთებში. მე აი ეხლა ვერ გძნობ თავს, რომ შევძლო. ხო, აი რაღაცა ესეთი. ეს გძნობის ჩაქსოვება ყოველთვის ის არის, რა ქვია. კარგი რაღაც არის. წინააღმდეგ შემთხვევაში. ნახე როგორი ის არის? რაღაცა წინააღმდეგ შემთხვევაში მოგივა ეს პირობითად. ეს როგორ შეიძლება ვაფორმულიროთ? ეს სამსახურებშიც გამოგადგებათ ეს ცოტა ისეთი ოფიციალური ფორმა. როგორ? წინააღმდეგ. ხო, სიტყვა წინააღმდეგ შემთხვევაში რო არ გამოვიყენოთ, მოსალოდნელია ესა და ეს შედეგი დადგეს? ხო, შეიძლება. აბა სხვა როგორ გავაკეთოთ? თუ მოსალოდნელი არ არის. ხო, მაგრამ უნდა გააფრთხილო ადამიანი, ხო, რაღაცაზე, რომ ხო, ეგ ახლა როცა იურიდიული ნაწილი, ხო, ალბათ სხვა არის. უნდა გააფრთხილო, კი ბატონო. აქ ხა ჩვეულებრივ ურთიერთობებზე ვსაუბრობ. შენ თუ ამას არ გააკეთებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ასე მოვიქცევ. ხო, ულტიმატუმზე. კაი, ამაზე ბევრი დრო არ დავკარგოთ, ანუ ხო გავიკეთ, რომ როგორ შეიძლება ყოველთვის არსებობს საჭირო სიტუაციაში საჭირო სიტყვების კი ბატონო, ხო. ამას მე მგონი ჯობია. ხო, რაღაცა ცოტა უკეთესი მაინც უნდა იყოს, ხო? ზუსტად მაგაზე ვსაუბრობთ დღეს, ხო? კი. აი ზუსტად მაგიტო არის მნიშვნელოვანი აღმოაჩინო, აი ეს წინა ფურცელზე რაც ქონდა, რომ შენ თავი რო გაღელვებს, სხვა როგორ გაღელვებს. თუ სხვაც ისე გაღელვებს, ფაქტიურად, აი როგორც შენს თავს ექცევი, ქრისტიანული თვალსაზრისითაც ესეა, ისე ექცევი, როგორც შენ გინდა რომ გექცეობდნენ, ისე მოექცევი სხვასაც და ეგ გაიძულებს მერე გინდა არ გინდა, რომ მიმართო სიტყვების ფორმულირებას. თუმცა შეიძლება ბუნებრივად ეს არ მოგვივიდეს ეს ცოდნა და ეს გააზრება ჩვეულებრივ სიტუაციაში და ამიტომ ვსწავლობთ ახლა. და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვაქვს დღეს, რომ ამას მე სანამ ჩემი აზრით მივალ, ძალიან ბევრი დრო გავა და ძალიან ბევრი კონფლიქტიც მომივა, ხო? როცა შეიძლება დღეს აღმოვაჩინო ჩემი თავი, რაღაცები ჩემე ჩავასწორო, გავაპრაქტიკო, მოკლედ ოჯახში ვიღაცებთან და როდესაც მექნება ისეთი სიტუაცია და არ არსებობს კონფლიქტოლოგები ამბობენ, ერთ-ერთმა ცნობილმა თქვა, ოღონდ სახელი ახლა არ მახსოვს, თუ არავისთან კონფლიქტი არ მოგდისო, მაჯაზე დაიდეხელიო, პულსი საერთოდ თუ გესინჯება, ანუ ცოცხალი ხარ თუ არა. ხო, ხაი ძალიან კარგი შედარება არის, ხო, რომ ეხლა ცოცხალ ადამიანს
მოსდის კონფლიქტები და ეს ნორმა არის, ამაზე წინა ვიდეოშიც ვისაუბრეთ, რომ ეს არის ადამიანის გაცნობის უნიკალური საშუალება. ეს არ არის დასასრული. თქმა ჩხუბობენ, ეს ძალიან მაგარი რაღაცა არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთხელ იჩხუბებენ იმ რაღაცა ნაწილში გაიცნობენ ერთმანეთს და დაამთავრებენ იმას ეჩხუბს. ხო და თუ ერთი და იგივე რაღაცაზე ჩხუბობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ რაღაცა ინტერესები არის არასწორად გადანაწილებული, ცოტა ურთიერთობებში, დამოკიდებულებებში არის რაღაცა სხვა, თორე შეუძლებელი არის, რომ აი ხა მართლა ერთი და იგივეზე მომდიოდეს უჩხუბი და ვაანალიზებდე და მაინც მომდიოდეს. გაანალიზების თემა არის, ხო, რაღაცა, რომ ერთხელ ვისწავლე, ესი არ უნდა გავაკეთო, რომ კონფლიქტი არ გამოვიწვიო. გავიგე? ხო? კი ბატონო. კარგით. მოდით ახლა გადავიდეთ, ჩვენ გვაქვს ესეთი დაგირიგეთ, კონფლიქტის გადალახვის გზა. მე შევეცდები, რომ ჯგუფშიც ავტვირთო ეს, ვისაც ენდომება. ეს კონფლიქტის გადალახვის გზა, ეს კითხვარი კი არა და ჩამონათვალი შედგენილია ქრისტიანი ფსიქოლოგის მიერ. ოღონდ ჩემიცად არის ხო, აქ არის. ქრისტიანი ფსიქოლოგის მიერ არის შედგენილი და აქ არის ლაპარაკი უკვე კონკრეტულ კონფლიქტზე. აი, არის ობიექტი, კი არა და სუბიექტი და არის განხილვის რაღაცა კონფლიქტის ზონა. არსებობს უკვე მომხდარი არის კონფლიქტი და არის მითითებები თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგა, რომ ეს დაძრა ადგილიდან და მიხვიდე მოკლედ ბოლომდე. პირველი არის, რაც არ უნდა ეხლა ბანალურად ჟღერდეს, დაადასტურეთ თქვენი მყარი განზრახვა, რომ შეიძლება კიდევ. ანუ არსებობს, უშლის ხო ხე? არსებობს სიტუაციები, როცა ადამიანს არ უნდა შეგიგება. თქვენ წარმოიდგინეთ, აი არ განიხილავენ, ნუ რა მოხდა? ანუ მას მოწონს, როცა ამ თავის კონფლიქტურ სიტუაციას განიხილავს. როცა მოქმედებაშია, გინახიათ ესეთი ადამიანები, არსებობს ესეთი შემთხვევები, რომ მაინც და მაინც ეხლა გეტყვისო არა ვარ მზად. ის კონფლიქტში არის ვიღაცასთან და არ უნდა შერიგება. იმიტომ რომ იცის, რომ რაც თვითონ უნდა, იმას ვერ მიიღებს. ეს რომელი პოზიციაა? მე მოგებული უნდა დავრჩე ყველა ვარიანტში, განზრახვა მაქვს ესეთი. მოწინააღმდეგე უნდა წააგოს, იმიტომ რომ მე უნდა გამოვიდი აქ მართალი. ანუ იმისი ვარიანტი არ არსებობს, რომ არ განიხილავს, რომ ისიც მოკლედ გამარჯვებული გამოვიდეს. განზრახული მაქვს შევინარჩუნო კარგი ურთიერთობა. ანუ ეს უნდა იყოს დადასტურებული, რა თქმა უნდა ღმერთის წინაშე. აქ არის ეს ის გზა არის, სადაც მე და ღმერთი გავდივართ, მოკლედ სხვა ადამიანთან ერთად. შევურიგდე თუ ეს შესაძლებელია, ანუ უნდა დავადასტურო ჩემი მყარი განზრახვა, რომ კარგი ურთიერთობა შევინარჩუნო, შევურიგდე თუ ეს შესაძლებელია. ბიბლიურია, ხო? მაგრამ მე უნდა ვიყო ამისათვის განაცხადი უნდა გავაკეთო, რომ აი მე მზად ვარ, რომ დავიწყო მოკლედ ამაზე შრომა. მე მინდა რომ შევურიგდე. და არა, მოკლედ, მოდი ამას გადმოვშლი ისევ წინ, ხო? მყარი განზრახვა შერიგებაზე არის მოგებულის ვარიანტს განვიხილავთ ახლა, ხო? იმიტომ რომ მე მინდა რომ შევურიგდე. შერიგება ხდება 10-იანიდან 10-იანში, პირობითად. და აქ არის ზუსტად აი ეს რომაელთა მე-12 თავის მე-18 მუხლი თუ შესაძლებელია თქვენი მხრივ ყველა ადამიანთან შვიდობიანად იყავით და აქ არის ვარიანტი, რომ ეს შენი მხრიდან თუ არის შესაძლებელი, ხო? და ჩემი მხრიდან რაც არის შესაძლებელი, ეს ყველაფერი გავაკეთო. მეორე ნაბიჯი არის ილოცეთ გულის სისუფთავეზე და წინ არსებულ საუბარზე. ნახეთ როგორი შთამაგონებელი ნაბიჯი არის. წინ არსებულ საუბარზე ილოცეთ და ჩემი გულის სისუფთავეზე უნდა ვილოცო. ანუ ამ შემთხვევაში სხვებს კი არ უნდა ვცულობ, რომ ჩემი გული იყოს სუფთა, ანუ სწორ დამოკიდებულებაში, მართლა მინდოდეს შერიგება, მართლა მინდოდეს სწორი პოზიციით ეს შერიგება, მანაღლებდეს ეს ადამიანი და არ მქონდეს, ასე ვთქვათ, აი ეს დესტრუქციული გრძნობები, რომ აი ეს რა გააკეთა, ეს როგორ მოვიდა, როგორ არ მიყვარს და როგორ არ მიყვარვარ და ასე შემდეგ, ხო? მეორე ნაწილში ვართ ისევ, მესმის თუ არა პრობლემის არსი. ეს არის გასააზრებელი მომენტი.
კონფლიქტის ნაწილი, ხო? აი ეს პრობლემის არსი მესმის თუ არა. თუ მარტო ჩემს თავს ვეძებ, აი მთლიანად არსი თუ მესმის, ხო? ყველა მხარე თუ მესმის. აი ეს არის გასააზრებელი და ლოცვის საკითხი. ფსალმუნი 39 ახალ თარგმანში არის 139, 23-24 მოხლებია. გამომიკვლიე უფალო და შეიცანი ჩემი გული. შემამოწმე და გაიგე ჩემი აზრები, ნახე ზიანის მომტარ გზაზე ხომ არ ვდგავარ და მარადიულ გზაზე წარმიძახები. ნახეთ, აი თითქოს ამ ნაბიჯებით შენს თავზე მუშაობ, ჯერ თითქოს კი არა შენს თავზე მუშაობ და ლოცულობ, რომ ღმერთმა შეამოწმოს, შენ ხომ არ დგახარ არასწორ გზაზე. ანუ აქ უშვებ, რომ გულის სისუფთავეც ამაში მდგომარეობს, რომ შენ ნაწილ პასუხისმგებლობას აანალიზებ. იმიტომ რომ ერთი სრულყოფილი მხარე ადამიანებში ხო ნაკლებად არსებობს, ხო? შეიძლება ვიღაცის მეტი იყოს ბრალი და ვიღაცის ნაკლები, მაგრამ არაფერი არ იყოს ჩემი ბრალი, ესეც არ არსებობს. ანუ რომც არსებობდეს, უტოვებ იმ ნაწილს, რომ ღმერთო გამოიკვლიე ჩემი გული, არასწორ გზაზე ხომ არ ვდგავარ. ყველაფერს სწორად გამსჯი თუ არ გამსჯი სწორად. გამიხსენე ჩემი შეცოდებანი, ანუ ეს მოკლე ფორმულირება არის, რომ ღმერთმა დაგვანახოს ჩვენი ნაწილი, შეცოდებანი, რომ გამოვასწოროთ. გაუხსენი გული იმ ადამიანზე არის ახლა ლაპარაკი, რომელსაც ჩემთან საუბრისათვის მოკლედ ვამზადებ, ხო? ნახეთ როგორი არის მეორე ნაწილი, ძალიან მომწონს ეს ნაბიჯი, სადაც უშვებ, რომ შენი მხარეც უნდა გაიგო ლოცვაში და იმ ადამიანზეც ლოცულობ, რომ ღმერთმა იმასაც გაუხსნას საუბრისთვის გული. მესამე ნაბიჯი არის მოემზადეთ და მერე შესთავაზეთ შეხვედრა. გააცნობიერეთ კონფლიქტის ღრმა მიზეზი. ეს აუცილებელია. ღრმა მიზეზი არის უფრო მოტივებზე, ხო, ლაპარაკი, რომ კაი გავაკეთეთ, რაც გავაკეთეთ. სიტყვიერად ქონდა კონფლიქტური მომენტი, მაგრამ იმას ხო თავისი მიზეზი აქვს. ეს არის ღრმა მიზეზი. ეს უნდა გავაცნობიერო, რომ რა მოტივებით ვარ მე, რა მოტივებით არის ის, რა არის ჩვენ შორის სინამდვილეში საკონფლიქტო ნაწილი, ხო? ეს ზევიდან რაც ჩანს, ესე ხო არ არის, ანუ გულში რა არის, ჩემგან რა არის და იმისგან რა არის. ეს არის ლოცვის საკითხი კიდევ, ხო? გოდება იერემიაში არის ესეთი ნაწილი, რომ გამოვცადოთ, მოწოდება არის იერემიასგან, გამოვცადოთ და გამოვიძიოთ ჩვენი გზები და მოუბრუნდეთ უფლისაკენ. ავტორი ესეთ ფორმულირებას აძლევს ამ ნაწილში, რომ აი ეს დამოკიდებულება უნდა გქონდეს, რომ გამოვცადოთ და გამოვიძიოთ ჩვენი გზები. მე რა მოტივებით ვარ ჩართული აი ამ კონფლიქტში, რა მინდა მე აქედან, ხო? შეაფასეთ თქვენი მოლოდინი და განეწყვეთ დადებით გამოსავალზე. ადამიანები ხშირად ელოდებიან ხოლმე. გაუცნობიერებლად შეიძლება მოხდეს, რომ მივა იმ ადამიანს, რომ შეხვდება. მოლოდინი აქვს ესეთი, რომ ის თავის საქმეს იტყვის და გამართლდება. ანუ შეიძლება რაღაც დარჩა სათქმელი, თვითონ მგონია რომ ყველა ვარიანტში მართალია და მოლოდინი აქვს ესეთი, რომ ის ადამიანი მიხვდება ამას და იტყვის, რომ როგორ ცდებოდი და როგორ ვერ ხედავდი ამ ყველაფერს. ანუ ეს მოლოდინი უნდა გაიაზრო, რა მოლოდინით მიდიხარ, რომ მე რაღაც არ გაგიცრულდეს, ხო? იმიტომ რომ არ არის ეს სწორი მოლოდინი. განეწყვეთ დადებით გამოსავალზე. დადებითი გამოსავალი არის ის, რომ შენთვის რა არის დადებითი, მაინც ეს არა, ხო? ვინ არის დადებითი გამოსავალი? მოგებული. მეოთხე ნაბიჯი არის შესთავაზეთ კონკრეტული დღე და საათი პირადი საუბრისთვის. ესეც ბანალურად ჟღერს, მაგრამ ნახე, სხვა შემთხვევაში საუბრის დაწყებას თავდასხმად აღიქვავს. პირობითად განვეწყე, მე, ჩემი მხრივ, დავურეკე ტელეფონზე. ახლა უნდა მოვაგვარო და ის ადამიანი ამისთვის მზად არ არის. არც კი იცოდა, რომ შენ ამ საკითხზე დაურეკავდი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ძალიან ისეთი ეკოლოგიური არის ესეც, ხო, რომ ადამიანს აქვს უფლება, შენ რო ემზადები და ლოცულობ და თუ ისე არ ემზადები ყველაფერად. შენ რო განწყობილი ხარ, სათქმელად შენი მხარე წარმოაჩინო, როგორც შენ გავიცი, ჩამოაყალიბე შენს ფიქრებში, ის ხომ მომზადებელი არის. და რაღაც ისეთი მომენტები მქონია, რომ მოულოდნელად მოსულა ადამიანი და აი კვირას მაგალითად გამაჩერა და რაღაცა მინდა გითხრა და მელაპარაკება ისეთ რაღაცაზე, რაზეც მე არ ვარ მზად.
და აი იმ დროს ეს რომ მოხდა მე მეწყინა მეუბნება და რა ვიცი რა მოხდა რა გეწყინა ნახეთ ჩვეულებრივი გაუცნობიერებელი რაღაცა არის სხვა შემთხვევაში საუბრის დაწყება თავდასხმად აღიქონს ამ შემთხვევაში რა არის რეაქცია თავდაცვა ხო აუცილებლად ის თავს დაიცავს ჯერ ერთი არ არის მზად და როცა მზად არ არის და თავზე გესხმიან ეს ბუნებრივი რეაქცია არის აქ არაფერი შუაში არ არის არც სულიერება არც ის ადამიანს მიხვედი მომზადებული ხარ საჭმელად პირობითაც და ის მზად არ არის ასე რომ შესთავაზეთ კონკრეტული დღე და საათი პირადი საუბრისთვის აი აქაც იგივე სიტყვებით ეუბნები რომ აი ამ თემაზე ჩვენ შორს არსებობს რაღაც გაუგებრობა და აი ამ თემაზე მინდა რომ შევთანხმდეთ და შევხვდეთ. როგორია? ძალიან ისეთია, ხო? ითვალისწინებს, ხო? ის ადამიანი იფიქრებს, ისიც ილოცებს, ხო? თუ მორწმუნე არის, ისიც რაღაცა ნაბიჯებს გადადგავს, რაღაცა დაფიქრდება და ისიც მზად მოვა და უფრო საუბარი იქნება არა თავდასხმა, თავდაცვის რეჟიმში, არამედ საუბარში. მეხუთე არის იპოვეთ მშვიდი და მყუდრო ადგილი საუბრისთვის, სადაც არ უნდა იყვნენ სხვა ხალხი. არაფერი, რაც საუბარს ხელს შეუშლის. როგორი მითითება ვითომ ეს უნდა ვიცოდეთ, მაგრამ არ ხდება ხოლმე ეგრე. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ადამიანები, როდესაც გაღიზიანებულები ან რაღაცა კონფლიქტო, მაინც ღელვა მოყვება, ხო? როცა კონფლიქტებს ზემიდის საკითხი, ღელვა მოყვება და ეს ღელვა რო გაქვს და რაღაცნაირად არაკომფორტულად გრძნობს, უხერხულობა არის, მაინც სანამ რაღაცა გაირკვევა, ამ დროს ხან ერთი გიშლის ხელს, ხან მეორე გიშლის ხელს, ხან ბავშვი შემოვარდება, ხან ის სახლში არ დაიბაროთ ეს ადამიანი, არ ჩენ არ მიადგეს სახლში. ადგილი, სადაც არავინ შეგიშლის უბრალოდ ხელს და რომ გქონდეთ აი გააზრებისთვის და საკუთარ ესეთი აზრების სწორად გამოხატვისთვის და შვიდი გარემო უკავით. ეს ძალიან ეხლა. ნეიტრალური ადგილი, ხო, სადაც ნაცნობი არავინ დაგესხმება უცებთავს. კი, ამაგიტო გეუბნები, რომ სახლში არ მოიყვანო და შენ არ მიხვიდე. იმიტომ რომ ეს თავიდანვე არასწორი რაღაცა არის, არასწორ გარემოს და იმას ქმნის თვითონ სიტუაციას.
ბოლო ნაბიჯი არის გამოიყენეთ სწორი სიტყვები და ელოდეთ მომავლის ნაყოფს. გამოიყენეთ სენდვიჩის მეთოდი, სწორი სიტყვები აქ ეს იგულისხმება და სენდვიჩის მეთოდი არის ადამიანს სწორად ფორმულირებული სიტყვებით ეუბნები დასაწყისში იწყებს სწორად ფორმულირებული სიტყვებით. აქვე არის როგორ მოცემული ესეც ხო, რომ ჩემთვის ფასეულია ჩვენი ურთიერთობა. ხო? პოზიტიური არის. მე შუაში ესეთი ხორცის ნაწილი საუბრობ კონფლიქტურ ნაწილზე, ხო, აი რა არის გაუგებრობა ჩვენ შორის და ზევიდან ვაფარებთ სენდვიჩი გამოვიდეს ისევ დადებით და ფორმულირებულ სიტყვებს და აი ესეთი რაღაცა არის, რომ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მე მინდა რომ ჩვენი ურთიერთობა პირობით ხიჩები სუბიექტური ასოციაციები აი ეს ნაწილი მოვაყოლოთ, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს და უფრო მეტად მეგობროთ, უფრო ახლო ურთიერთობა ჩამოყალიბდეს. აი მოვაყოლოთ ესა და ეს ფასეულია ურთიერთობა, მოვაყოლოთ ესა და ეს, რომ შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად ფასეული. ანუ ნახეთ, ვეუბნები ორ დადებას და შუაში გათავსე იმ ნაწილს, რაზეც ჩვენი გაუგებრობა არის, ხო? ამას ქვია სენდვიჩის მეთოდი, ალბათ გარიგიათ და ასეთი ფორმულირებით მიწოდებული საკითხი უფრო ადვილად გააზრებადია, არ არის შეურაცხყოფელი. აჩვენებს, რომ რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის. არ ვიცი, კიდევ ამ ყველაფრის შემდეგ ადამიანმა კიდევ რანაირი ადამიანი უნდა იყოს, მე ვერ წარმოვიდგენია, შეიძლება არსებობენ ესეთები, არაადეკვატურები, არ ვიცი, ბოლოტები, არ ვიცი, მაგრამ ალბათ ძალიან ცოტა. იმედია, რომ ძალიან ცოტა. მედიცინი უფრო კონფლიქტების გადალახვის გზაზე მოდიან, მოყვებიან აი ამ ასე ვთქვათ, ნაბიჯებს, ჩვენს დამოკიდებულებას ახლა თუ სახლში ვიგოცე და ლოცულობ, ხო? ნუს თუ ამოწნებს სიტყვებს თუ მარჩევ, აი რანაირად არ უნდა გამოვიდდეს კონფლიქტის დახმარება. ალბათ გამოვიდეთ, დიდი ალბათობით, იმიტომ რომ აქ რაღაცა ისეთი სულიერი პრინციპებიც არის ჩართული და მარტო არ ვიგრძვი. ხო? რაღაც სწორ პოზიციაში მოყვანილი მაქვს გული ჩემი ხნა ყველა სხვაკეთები, როგორც ქრისტიანი და უბრალოდ მეხმარება. და განაცხადეთ მომავალი შედეგებისთვის ეს შევთავაზოთ და რაღაცა ბედნიერი იქნება ისიც თავისა სიტყვის ამბოვის სუნთქებთ რაღაცა და თავის იმას მოხცემს, როგორც ფიქრობს და გაპატიებს და შეიცავ და მოკლედ ჩაატარებს. მაგრამ არიან ადამიანები, ვინც შეიძლება მოგვარდეს, მაგრამ ვერ გამოხატავს თავისი იმ წუთას, ვერ გამოხატავს ყველაფერი და შედეგი შეიძლება აი ეს სწორით ასოს რო ჩაახდეთ და მე რო აღმოცენდება, შეიძლება რაღაცა პერიოდის შემდეგ მოხდეს აღდგენა ურთიერთობების და არა იმწავსვე. და ელოდეთ მომავლის შედეგს და ნაყოფს, იგი მაგას ნიშნავს, რომ იმ წუთას შეიძლება მოლოდინი არ გქონდეს, რომ ეხლა ის ადამიანი გაიხსნება, იტირებს, ჩამოხტება, ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც შენ წარმოვიდგენი. ეს არის ჩვენი წარმოსახვითი და ჩვენი ილუზიები, ხო? ადამიანებმა შეიძლება მერე გაანალიზოს ის ყველაფერი და მერე დაიდოს შედეგი. რას ფიქრობთ ამ ნაბიჯებზე? აღარ ისმის, აქ აღარ ისმის, ხო არ დავასრულო თუ დაასრულე თუში და მგონი დაჭდა ეს მიკროფონი და აი აქ აღარაფერი აღარ აითებს. ამ წუთას მოიწერეს.